ხშირად არის რომ ამ ქვეყნად ადამიანები მიელტვიან მარადიულად უნდათ რომ იცხოვრონ, რაღაც უკვდავი იყოს. მაგრამ მინდა გახართ რომ უკვდავება მართლა მოგცა ქრისტემ, ღმერთმა, მაგრამ არა აქ, მარადიულ ქვეყანაში. ასეთი ქართული ზღაპარი არსებობს, მიწა თავისას მოითხოვს. და ამ ზღაპრის გმირი ეძებს მარადიულობას. მოხდება, წავა, მაგრამ ისე მოხდება, რომ მობეზრდა. მარადიულობა უკან დაბრუნდება და გახდება მოკვდავი. შეიძლება იცით ეს. დაახლოებით ესეა ადამიანს ღვთის გარეშე ესე პირდაპირი კავშირი როცა არა აქვს უფალთან, სულიერი თვალით რო ვერ ხედავს. რა თქმა უნდა ჩვენ ღმერთს ხედავთ ლოცვითაც, მაგრამ როგორც პეტრე მოციქული და პავლე შემდგომში ამტკიცებს, ესაა ჩრდილები. სარკითა და სახითაო და მე პირისპირ ვიხილავთ. მარადიული ცხოვრება არის მოუბეზრებელი და ეს ქვეყანა არის მოსაბეზრებელი. წარმოიდგინე რომ დაუსრულებლად ესე საჭმლის საშოვარზე გადიოდე, მოდიოდე, მიდიოდე, მომაბეზრებელი გახდება. წამს ამისი რომ ქრისტესთან ერთად ეს გარდაიქმნება მარადიულ ნეტარებად საცოფეულში. გაიხარ.